მაღალი ქულის აღება არ თუ ისეძნელია, მთავარია რომ მიზანდასახული იყო, ასევე მაქსიმალურად დადო შენი თავი და ისრომა მისათვის, რათა აიღო მაქსიმალური ქულა თუ არა, მაინც ყველაზე მაღალი ქულა, ეს შენთვისაც ძალიან დიდი წარმატებაა და შენი ახლო მყოფელთათვის, ასევე რეპეტიტორისთვის, რომელიც ახალს გაითქვამს და ცხადია შენი სიხარულით გაიხარებს. გარდა ამისა, 70 ქული ძალიან გახარებული ვარ, ვიცი რომ შრომა დამიფასდა, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, ასევე უნდა აღნიშნო შორნა მარაქველიძე, ჩემი რეპეტიტორი, რომელმაც მთელი წელი ისრომა იმისათვის, რომ მაქსიმალური ქულა ამეღო და ჩემი რეალური პოტენციალი გამომიშოვდებინა, ასევე უნდა აღნიშნო რუსუდან უგულავა, რომელმაც ინგლისური შემოყვარა და ასევე საბრძოლოდ ჩამეყარა და თავისთავად ყველას ვეტყვი იმასაც, რომ მთავარია ისრომო და იმდენი რომ უკვე ნერვიულობის საბრძოლი აღარ დაგრჩეს. გარდა ამისა, ავიღე ასევე 57 ქულა ქართულში, მადლობა მინდა გადავხადო ნანა ჩიტოროიძეს, რომელიც ამეხმარა ამაში და მის გარეშემაც ვერ შეძლებდი, ასევე ილია ბარბაქაძეს, ავიღე 58 ქულა ისტორიაში, რომელიც ასევე მის დამსახურება, ასევე მადლობას ვუხდით ჩემს მშობლებს, რომლებმაც შესაბამისი გარემო შექმნეს იმისათვის, რომ ეს მიზანი გამეხორციელებინა და ასევე წარმატებით მიაღწია და ასევე ჩემი სკოლისთვის შორობნის საჯარო სკოლა, რომელმაც ასე ვთქვათ, საბრძოლოდ ჩამეყარა და თავისთავად სწავლა შემოყვარა. ვაბარებ, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ ამით სრულდება ჩემი გამოწვევები, წინ ძალიან ბევრი გამოწვევა და მაქვს იმედი იმისა, რომ ყველა მათგანს გადავლახავ წარმატებით. ეს ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა მედიის წარმომადგენლებს და მათ ბავშვებს უმესპინძლა. სტუმრები გაიცნენ აქ წარმოდგენილ ექსპონატებს და იმ პროგრამებს, რომელსაც მათ საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების სკოლა თუმოს თავაზობს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი ყოველდღიურად უკვე უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს, ჩვენმა მუზეუმმა 2000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა და აქ ყოველდღიურად ინტერესი კიდევ უფრო მეტად იზრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ თუმოში მიღება უკვე დაწყებულია და შესაბამისად სექტემბრიდან უკვე დაიწყება სწავლა 11 მიმართულებით, რომელიც მოიცავს სრულ სპექტრს კრეატიული ტექნოლოგიების. ჩვენთან არის წარმოდგენილი ასევე ყველაზე დიდი ტექნოპარკი საქართველოში, აქ არის წარმოდგენილი ლაბორატორიები, რობოტიკის, დრონების, ვირტუალური რეალობის და ეს ყველაფერი უკვე ქუთაისის დღევანდელი რეალობის შემადგენელი ნაწილია, ასე რომ ველოდებით ყველას ჩვენთან ეს ადგილი ძალიან მალე გახდება ნამდვილი ჰაბი კრეატიული ტექნოლოგიების და ტალანტების. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში დაფუძნდა თუმოს პირველი საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების სკოლა, რომელიც 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს შეასწავლის 11 კრეატიულ ინდუსტრიას, მათ შორის პროგრამირება, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი, ფილმების შექმნა, ფოტოგრაფია და ასე შემდეგ. რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო ახალგაზრდების, სექტემბრის ბოლოს დაიწყება სწავლა და განსაკუთრებული რაც არის თუმოში არის ის, რომ ყველა ახალგაზრდა თავისი ინტერესების მიხედვით ირჩევს სფეროს და ასევე თავის სასწავლო გეგმას ქმნის თვითონ. მეგაბიქსში გრანდიოზული გათამაშებაა. იღბლიანი ჩეკი თქვენთვის. ყოველ შენაძენ 500 ლარზე საჩუქრად მიიღებთ გათამაშების 1 ბილეთს. თამაშდება 1000 ლარიანი ვაუჩერი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი მისამართია ზესტაფონი ზაპოროჟიე 10. ორი თვის განმავლობაში ჩვენ გავიარეთ საბრძოლო მომზადების კურსი, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. დღეს კი გვერგო ბედნიერება, რომ მიგვეღო სამხედრო ფიცი. თითოეული ჩვენთაგანისათვის და განსაკუთრებით ჩემთვისაც ფიცის მიღება საკმაოდ ემოციური იყო. ვინაიდან სამხედრო ფიცის მიღება არ არის ფორმალური სიტყვები, არამედ მისი საქართველოს ისტორია არის გადმოცემული. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ სერჟანტს, ოფიცერს და კაპრალს, ვინც ჩვენი სამხედრო პირებად ჩამოყალიბებისათვის საკმაოდ დიდი შრომა ჩადო. დღეს ჩემი შვილი ჯარისკაცი გახდა, ძალიან ბედნიერი ვარ, ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო სანახაობა. მადლობა მინდა გადაუხადო სერჟანტებს, ოფიცრებს, ყველას, ვინც ჩემი შვილის ჯარისკაცად ჩამოყალიბებაში მიიღო წვლილი. მესამე ბრიგადის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს მინდა მიულოცო ბრიგადის დაარსების 34 იუბილე. დღეს ამ ღირსშესანიშნავ დღეს ახალწეულმა დადო სამხედრო ფიცი, რომლებიც მომდევნო თვეების განმავლობაში იმსახურებენ მესამე ქვეითი ბრიგადის
როგორია მართავდე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ქარხანას, როცა ირგვლივ მსოფლიო ომია. რკინიგზა პარალიზებულია, ხოლო მუშახელის ნახევარი ფრონტზე მიდის. ეს იყო რეალობა, რომელსაც ივანე კეკელიძე უმკლავდებოდა. იგი ზესტაფონის ფეროშენადნობდა ქარხანას ყველაზე ხანგრძლივად 18 წლის განმავლობაში მართავდა. ივანე კეკელიძე 1903 წელს ვანში დაიბადა. განათლების მიღების შემდეგ მისი ცხოვრება უშუალოდ დაუკავშირდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის უმნიშვნელოვანეს ეტაპს, ადგილობრივი სასარგებლო წიაღისეულის ათვისებასა და ზესტაფონში მძლავრი ქარხნის მშენებლობას. ამ მასშტაბურ პროცესში კეკელიძე ქართული მეტალურგიის მამამთავრის გიორგი ნიკოლაძის გვერდით იდგა. ის გახლდათ ნიკოლაძის მიერ აღზრდილი პირველი მეტალურგთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე, რომელიც ჯერ კიდევ დიდუბის საცდელი ქარხნის ექსპერიმენტებიდან მოყოლებული მონაწილეობდა რთული ტექნოლოგიური საკითხების დამუშავებაში. სწორედ ამ თაობამ იტვირთა გიორგი ნიკოლაძის საქმის გაგრძელება და უდიდესი წვლილი შეიტანა საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედებაში. კეკელიძემ გზა საამქროს უფროსის მოადგილეობიდან დაიწყო, ხოლო 1928 წელს ქარხნის დირექტორი გახდა. 1941 წელს დაწყებულმა ომმა წარმოება უმძიმესი კრიზისის წინაშე დააყენა. ნედლეულისა და კადრების დეფიციტის მიუხედავად, კეკელიძის მეთაურობით ქარხანამ ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო. სწორედ ომის დროს მეცნიერ რაფიელ აღლაძის დახმარებით ქარხანამ უნიკალური სუფთა ლითონების მიღება დაიწყო. ნაცვლად იმისა, რომ მასალები უცხოეთიდან შემოეტანათ, მათ ყველაფერი ადგილობრივი ნედლეულით ჩაანაცვლეს. შედეგად 1942 წლისათვის საწარმოო უკვე 17 სხვადასხვა სახის მეტალის ნაერთს უშვებდა სამხედრო ტექნიკისა და იარაღის შესაქმნელად. ივანე კეკელიძე მხოლოდ მმართველი არ ყოფილა, ის იყო მეცნიერი. მის ანგარიშზეა ათობით რაციონალიზატორული წინადადება და ახალი ტექნოლოგია. ქარხნიდან წასვლის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა იშვიათი ლითონების გამოყენების სექციას მეტალურგიის ინსტიტუტში და სამეცნიერო კვლევებს პოლიტექნიკუმში. ივანე კეკელიძე 1974 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მან ღირსეულად გააგრძელა გიორგი ნიკოლაძის დაწყებული საქმე. უმძიმეს კრიზისებსა და ომის წლებში შეუნარჩუნა ქარხანას სიცოცხლის უნარიანობა და დიდი წვლილი შეიტანა იმ მძლავრი საწარმოოს ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ზესტაფონის ფეროშენადნობდა ქარხანა ჰქვია.